მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და ტრადიციისამებრ მე თქვენთვის ვაჟღერებ ერთი კვირის პროგნოზს, ანუ ერთი კვირის არკანის ენერგიას, სადაც ჩვენ გავიგებთ ამ ერთი კვირის მანძილზე რა ენერგიებში ვიქნებით, რა გველოდება საინტერესო, რა გველოდება მნიშვნელოვანი. ყველა იმ ადამიანს, ვინც უკვე გამოაგზავნა და ხურულ ჯგუფში დამატების სურვილი, იყავით ყურადღებით. ყურადღება მიაქციეთ ხოლმე თქვენს მეგობრებში დამატებულ უბრალოდ ადამიანები, რომლებიც გემატებიან მეგობრებში, იმიტომ რომ ჯგუფის მთავარი ადმინისტრატორი ჯერ გიმატებთ მეგობრებში, მისი Facebook პროფილი არის admin და ყავს 200,000-ზე მეტი მეგობარი, ამიტომ მიხვდებით რომ გვერდი მას ეკუთვნის და არ არის ასე ვთქვათ ყალბი გვერდი და მხოლოდ გასაუბრების შემდგომ და ორმხრივი ვთქვათ ურთიერთობების გარკვევის შემდგომ უკვე ხდება თქვენი დამატება დახურულ ჯგუფში. ამიტომ კითხვას პასუხსცემთ და შემდგომ უკვე ადმინთან უშუალო კომუნიკაციას ელოდებით. გავიგეთ ხომ? ძალიან კარგი. ახლა კი კვირის არკანის ენერგია ვნახოთ. იმიტომ რომ ბევრი თქვენგანი აგზავნით ჯგუფში დამატებას, მაგრამ როდესაც ადმინი მეგობრებში დამატებას გიგზავნით, შეიძლება ვერ ხვდებით ვინ გემატებათ. ამიტომ კიდევ ერთხელ გაყენებთ საქმის კურსში, რომ ეს არის დახურული ჯგუფის მთავარი ადმინი. კეთილი, ახლა კი ჩვენი კვირის არკანის ენერგია ვნახოთ. პირველ რიგში ვნახოთ 10 აგვისტო და ჩვენი 10-დან 17 აგვისტომდე პირველი ესეთი არკანი მთავარი და მნიშვნელოვანი აჩვენებს ჩვენი კვირის ენერგიას, ანუ როგორ ენერგიებში ვიქნებით, მთავარი ენერგია. შემდგომ უკვე ვნახავთ ჩვენს ფინანსურ ენერგიას, როგორ იქნება ფინანსები ერთი კვირის მანძილზე, როგორი იქნება ჯანმრთელობა ერთი კვირის მანძილზე და როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობა ერთი კვირის მანძილზე. და რა თქმა უნდა, ამოვიღებთ თქვენთვის გაფრთხილებას, ნახოთ, რას გვაფრთხილებს ერთი კვირის მანძილზე, რას გვაფრთხილებს და რას გვეუბნება მაშასადამე დავიწყეთ კვირის მთავარი ენერგია იქნება. იქნება თასების რაინდი. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს ძალიან კარგი არკანია იმისთვის, რომ დაუთმოთ, რაც შეიძლება მეტი დრო საკუთარ თავს. საკუთარ კომფორტს, საკუთარ ემოციურ ფონს, შესაძლოა ბოლო პერიოდი ძალიან გადაიტვირთეთ, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები აიღეთ საკუთარ თავზე, ძალიან გადატვირთეთ თქვენი ემოციები, თქვენი ფსიქიკა და თქვენ კვირის არკანის ენერგიების ირგვლივ გეუბნებიან, რომ მაქსიმალურად იყავით საკუთარ თავზე ორიენტირებულნი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ფაქტიურად გაფრთხილებასაც ვნახავ აუცილებლად, მაგრამ ეს არის ესეთი მთავარი აღმნიშვნელი, ხო, რომ თქვენი კვირის მთავარი ენერგია არის თასების რაინდი. სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანი, მოდით დავაკონკრეტებ. თასების დედოფალი. აბსოლუტურად შესაძლებელი იყოს კონკრეტული ადამიანი, რომელიც თქვენს მიმართ ამ ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულ ზრუნვას, განსაკუთრებულ ემოციურ მხარდაჭერას, განსაკუთრებულ თანადგომას ვთქვათ გამოამჟღავნებს, მაგრამ ეს ასევე შესაძლებელია რა თქმა უნდა იყოთ თქვენ ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ მხარდაჭერას და საპორტს ამ შემთხვევაში საკუთარ თავს თქვენ თვითონ მხარს დაუჭერთ, ასე ვთქვათ, ხომ? ასევე შემოქმედებითი კვირა არის ძალიან კარგია იმისთვის, რომ რაც თქვენ სულს და გულს უხარია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გასაგებია სოციუმი, გასაგებია სამსახური, გასაგებია ვალდებულებები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საკუთარი თავის განებივრება, თუნდაც იმ პროცედურებით, თუნდაც იმ შემოქმედებითი, ვთქვათ, აღმაფრენებით, რომლებიც თქვენში აი ამ ემოციურ ფონს დადებით ემოციებს კიდევ უფრო და უფრო მეტად ზრდიან, კიდევ უფრო და უფრო მეტად გაბედნიერებენ და ეს შეიძლება იყოს თქვენთვის საყვარელი ჰობი, ფილმი, რა ვიცი, ცეკვა, ყველაფერი რაც თქვენში დადებით ემოციებს იწვევს, ხომ? ამიტომ არ დაგავიწყდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში საკუთარი თავის ამ ნაწილში განებივრება.
არ დაგავიწყდეთ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ემოციურად მხარი დაუჭიროთ საკუთარ თავს, მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში ეს მნიშვნელოვანია. კეთილი, ვნახოთ ფინანსები ამ ერთი კვირის განმავლობაში როგორი იქნება. ნახეთ, თასების პაჟი ამოვიდა, თასების რაინდი, თასების პაჟი. ფინანსებს ამ ერთი კვირის განმავლობაში მე უფრო ვიტყოდი, რომ საკმაოდ რაღაცნაირად მსუბუქად შეხედავ სხვათა შორის, ხომ? იმიტომ რომ მთლიანად თქვენი, ასე ვთქვათ, ემოციები იქნება გადართული თქვენს ემოციებზე, თქვენს აი რადგან კვირის მთავარი ენერგიაც ასეთი გვაქვს, შესაბამისად უფრო მეტად მსუბუქი იქნებით ფინანსურ საკითხებში, რაც შეიძლება მთლად კარგი ნამდვილად არ იყოს, ხო, ჩემო ძვირფასო მსმენელო, იმიტომ რომ ზედმეტი მინდობა, ზედმეტი გულუბრყვილობა ფინანსებს არ უყვარს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში ვერ გამოიჩინოთ სათანადო ორგანიზება გარკვეულ ფინანსურ საკითხებში, ხომ? შეიძლება არ გქონდეთ საკმარისი თუ კი ვთქვათ რაიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში უნდა ვთქვათ ჩადოთ საკუთარი ფინანსები, ხომ? ან პირიქით, ხო, რაღაცნაირად ნებისმიერი რამ, რაც ფინანსურ ანალიზს საჭიროებს, უფრო მეტად ვთქვათ მცოდნე ადამიანებისგან. ხო, შეიძლება იყოს იურისტი, შეიძლება იყოს ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვათ, თქვენი საკუთარი ფინანსები სადღაც ისეთ რეალობაში არ გაუშვათ, სადაც თქვათ, ერთის მხრივ თითქოს ყველაფერი სანდო და ყველაფერი გამჭვირვალეა, მაგრამ მე აღმოჩნდება, რომ ეს ასე არ არის, ხომ? რაიმე ხელმოწერა იქნება, საქმიანი მოლაპარაკება იქნება, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ გვერდით მცოდნე ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ეს თქვენი გულუბრყვილობა სადღაც ეს ფინანსებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ უყვარს, ეს მინდობა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, აი რაღაცნაირად არ შემოწმება თუნდაც იგივე საკუთარი ფინანსური რესურსისა, ხო? ნუ თითქმის ყველა გაშლაზე ვსაუბრობ ხოლმე რაღაცა ეჭვო სამკუთხედებზე, სადაც პირამიდებზე, სადაც ადამიანებმა უკვე ძალიან იზარალეს, მაგრამ პლუს ეს სხვათა შორის ეხება ქველმოქმედებას. ძალიან ბევრი გაუგებარი და გაურკვეველი ადამიანები იმალებიან პროფილებს უკან, რომლებიც გაურკვეველ, ვთქვათ, ფინანსური შეგროვებით არიან დაკავებულნი. მაქსიმალურად გაარკვიეთ, ვის ურიცხავთ თანხას. მაქსიმალურად გაარკვიეთ, ვინ დგას ამ პროფილის უკან, ხო? აი, ყველაზე მარტივი არის ასე, ხო? მაგალითად, ჩემთვის თუ კი ვინმეს მოუწერია, მე მithქვამს, აი, მითხარით ვინ ხართ, სახელი, გვარი და მირჩევნია პროდუქტით მოგიტანოთ. და ადამიანი, როდესაც მეუბნება ხოლმე, რომ იცი რა, არ მინდა პროდუქტი, ფული მინდა, ხო? ნუ გასაგებია, რომ კონკრეტული თაღლითი დგას უკან, ხო? როდესაც ადამიანს ეკითხები დეტალებს თუ სად მიდის თქვენი ფინანსები, ამაზე მე ბრაზობენ ხოლმე რა, აღარ მინდა და თუ სიკეთეს აკეთებ, გააკეთე და იწყება ხოლმე ეს манипуляციები და დანამუსებები და დანაშაულის გრძნობა, რომ შენ ესეთი ცუდი ტიპი ხარ, რომ ესეთი ადამიანს ისი არ ეხმარები თუ არ გამოკითხე, ხო? აუცილებლად უნდა გამოკითხოთ. აუცილებლად უნდა იყოთ საქმის კურსში, იმიტომ რომ ამ ნაწილში ძალიან ბევრი თაღლითობა ხდება. ძალიან ბევრი თაღლითობა, ხო? ვის ეხმარებით, ანუ თქვენი ფინანსური რესურსი პარაზიტების გასაძლიერებლად მიგაქვთ თუ იხდით ამას თუ ნამდვილად გულწრფელად აკეთებთ, უწევთ ადამიანსა თუ ცხოველს გარკვეულ დახმარებას. ცხოველთა სფეროთი ხდება ძალიან ხშირად манипуляცია, განსაკუთრებით აი ცხოველთა მოყვარული ემპათია ადამიანების მიმართ, რომლებიც ნამდვილად გულშემატკივრობენ ოთხფეხა მეგობრებს და აი ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი კიდევ ითმობს ხელს და მოკლედ აი ეს არის ერთგვარი მინიშნება, რომ სად მიგაქვთ საკუთარი ფინანსური რესურსი, ეს ის ხო არ არის, ხო აი, რა ვიცი, გადავიხადე და რავი, ღმერთი დამლოცავს და უფალი მომიტევებს ზემოდან. არა, ეს ასე არ მუშაობს, ხო? ყოველთვის უნდა იყოს პასუხისგებლობა და ყოველთვის უნდა არსებობდეს გაგება ინფორმაციულ დონეზე თუ სად მიდის თქვენი ნაშრომი. და სიკეთე უნდა იყოს გაკეთებული სწორად. ამას შევთანხმდეთ. კეთილი ფინანსები გავარკვიეთ, ხო ვნახოთ პარტნიორული ურთიერთობა.
რა ხდება მეგობრებო, თასები, მესამე არკანი ამოვიღე და უკვე თასები, ხო? მესამე არკანი ამოვიღე და უკვე თასები. შვიდიანების თასები პარტნიორულ ურთიერთობებზე. შვიდიანების თასები პარტნიორულ ურთიერთობებზე საინტერესოა, იცით? ხაცა გარკვეული ილუზიების ამბავიც შეიძლება იყოს აქ. შეიძლება ადამიანი რაღაცას ისეც დაგბერდეთ, რასაც შემდგომ დიდი ალბათობით არ აგისრულებთ. ან შეიძლება თქვენ თვითონვე შედიოდეთ შეცდომაში გარკვეულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ან ვერ ხედავდეთ პრობლემას, შესაძლოა ესეთი რაღაცაც იყოს, რაც რეალურად არის ურთიერთობებში და ფიქრობდეთ, რომ ყოველთვის ასე იქნება. ან პირიქით, ყოველთვის ყველაფერი ფიქრობთ, რომ რაღაცა ცხადად არის დანახული. ხო? თვითმოტყუება არის ძალიან ბევრი. თვითონ იმდენად შვიდიანების თასები არ იტყუება, როგორც თავს იტყუებს. შეიძლება თქვენს თავს რაღაცა ატყუებთ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი კარგად არის, ან ყველაფერი გამოსწორდება, ყველაფერი იდეალურად იქნება, ყველაფერი დაალაგდება. შეიძლება ოცნებობთ რაღაც დიდ განსაკუთრებულ თქვათ სიყვარულზე და მაგალითად ამაშიც ილუზიებში იყოთ და უბრალოდ თქვათ ზედმეტად შთაბეჭდილებების ქვეშ იყოთ ადამიანთან დაკავშირებით. აქ ძალიან ბევრი ისეთი მომენტია, ნიუანსია, ხო? შვიდიანების თასები რას ეხება? ძალიან ინტენსიურად უნდა გადახედოთ თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს, მეგობრებო, ამ ერთი კვირის განმავლობაში. შეიძლება კიდევ ის იყოს, რომ მთელი თქვენი ყურადღება მიდის არასწორი ადამიანის მიმართ, მაშინ როდესაც ვთქვათ, საკმაოდ ბევრი ადამიანი ნამდვილად ემსახურებს იგივე თქვენს ყურადღებას, თქვენს სითბოს. ხო. ცით თან სხვა ტარს არკანებს უყურებ და ორი ვარიანტია მეგობრებო რა აქან თავს იტყუებთ და რეალობის დანახვა არ გინდათ. ან შესაძლებელია დათანხმდეთ ისეთ პირობებს, რომლებიც ბევრად ნაკლებია იმაზე, ვიდრე თქვენ ამას იმსახურებთ. მოკლედ, აი, ამ ნაწილში იყავით ძალიან ყურადღებით, მით უმეტეს ძალიან გემრიელი ენერგიები გექნებათ ერთი კვირის განმავლობაში და შესაძლებელია ამ ენერგიაზე ვინმეს ხელების მოთფობა მოუნდეს, ხო? ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ადამიანი თქვა საკუთარ თავს უბრუნდება, საკუთარ სურვილებს, საკუთარ სამყაროს, ასეთი ადამიანი ბევრად კიდევ უფრო მიმზიდველი და ბევრად უფრო საინტერესო ხდება გარშემოყოფებისთვის და აი აქ უკვე შეიძლება წარმოვიდეს აი ეს ილუზიების ნაწილი, რაც აქეთ ვისაუბრე, ხო, სასიყვარულო ურთიერთობებში. კეთილი, ჯანმრთელობა მაჩვენე. სამინების პენტაკლები. ჯანმრთელობაზე ყველაფერი ნორმაშია, არ მაჩვენებს არანაირად გადახვევას, არ მაჩვენებს არანაირად რაიმე ვთქვათ რთულ პროგნოზს, ყველაფერი რიგზია. სამინების პენტაკლები უფრო მეტად შემიძლია კიდევ გითხრათ, რომ გამოჯამთელებისკენ წასვლის პროცესს აჩვენებს, ვთქვათ, თუ კი გქონდათ რაიმე ესეთი გართულება, ან ვთქვათ, არ გრძნობდით თავს კარგად ჯანმრთელობის მხრივ, ხო? პირიქით, აქ მაჩვენებს, რომ ნამდვილად ძალიან დიდი და კარგი შანსია იმის, რომ
პირიქით თქვენი ჯანმრთელობის ფონი წავიდეს გაუმჯობესებისკენ. ნამდვილად, ხო? როდესაც ადამიანი გიდგათ გვერდით, გეხმარებათ, ან თქვენს გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომლებთან ერთადაც სწორად იზიარებთ, თქვათ, გარკვეულ ვალდებულებებს, გარკვეულ პროცესებს, სადაც ურთიერთშეთანხმება არის და შესაბამისად აქ ჯანმრთელობა ნამდვილად იზოგება და პლუს ამისა აქვს იმის საშუალება, რომ უკეთესობისკენ წავიდეს, ხო? სხვათა შორის შეიძლება იყოს სხვათა შორის არკანების მიხედვით თუ ვიმშველებ ძალიან საინტერესო, მაგრამ შეიძლება დადგეს ორსულობა, ფეხმძიმობა, ხო, კონკრეტულ შემთხვევებში ესეთი ვარიანტიც აბსოლუტურად შესაძლებელია, ხო? წონის პროცესები შეიძლება იყოს, ხო, როდესაც წონა იძვრის, ან დაბლა, ან პირიქით, ხო, გაჩნია ვის რა გაქვთ თქვენს პროცესებში გათვლილი, ხო? გაფრთხილება რა არის აქ მთავარი? ბრვიანების კვერთხები, მოეჭიდეთ საკუთარ ასე ვთქვათ, მართვის სადავეებს, მოეჭიდეთ და გაიკეთეთ უსაფრთხოების ხვედები, როგორც იტყვი, იმიტომ რომ ძალიან ინტენსიური ერთი კვირა იქნება. ძალიან ინტენსიური ერთი კვირა იქნება, როდესაც მკვეთრად დაიწყებს მოვლენების შეცვლას თქვენს რეალობაში. ნამდვილად მკვეთრად დაიწყებს და შემიძლია გითხრათ, რომ ეს მკვეთრად ცვლილებების ნაწილი ნამდვილად უკეთესობისკენ იქნება ამ ერთი კვირის მანძილზე. ეს შეიძლება იყოს ასევე მოულოდნელი შეტყობინება, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ელოდებოდით და ამ შეტყობინების შედეგად მიიღოთ თქვენი რაღაცა სასურველი ინფორმაცია, მიიღოთ ის შედეგი, რომელიც თქვენ გინდოდათ, ხო? ზოგადად ისე განვითარდეს მოვლენები და მოკლედ მთლიანობაში აჩვენებს, რომ აი ამ ამერიკულ გორკებზე, ეგრეთ წოდებულ გორკებზე თავს ძალიან ისე იგრძნობთ, ხო, თავდაჯერებულად მიიღებთ სიამოვნებას და დინამიკაში აყვებით აი ამ ასე ვთქვათ მოვლენებს, რომლებიც ელვის ისწრაფით განვითარდება თქვენს რეალობაში და მე მაინც ვხედავ, რომ ეს პირადად თქვენ გეხებათ. ეს გეხებათ პირადად თქვენს ემოციებს, თქვენს თვითშეგრძნებას, თქვენს პროცესებს, იმიტომ რომ აქ მაჩვენებს, რომ თავიდან ბოლომდე ამ ერთი კვირის განმავლობაში თავი გექნებათ მიძღვნილი საკუთარი თავისთვის, ხო? საკუთარი თავისთვის და ასეთი იქნება თქვენი კვირის ერთი პროგნოზი. ერთადერთი ფინანსურ ნაწილში ცოტა არ მომეწონა და გაგაფრთხილეთ, იმიტომ რომ კი ბატონო არის გარკვეული საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსებში ცოტა გაუთვლელი, ინფანტილური და დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგათ. დანარჩენი ყველაფერი როგორც იტყვიან, ოკეია, მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილები.